26-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით კინოთეატრი ოზურგეთი მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალს მე ადამიანი მასპინძლობს, რომლის ფარგლებში სულ 6 დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი. ჩვენი სიუჟეტი. ფესტივალი, რომლის ინიციატორები და დონორები ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ჰაინრიხ ბეულის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი, შვეიცარიის საელჩო საქართველო და შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი არიან, უკვე მესამე წელია ტარდება. ოზურგეთი კი წელს პირველად მასპინძლობს. დოკუმენტურ ფილმთა ციკლი, რომელიც ცხოვრებისეულ, განსაკუთრებით მტკივნეულ და აქტუალურ პრობლემებს აერთიანებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია გადაღებული და ძირითადი მიმართულება და აქცენტირება საზოგადოებაში არსებულ კონფლიქტებზე, სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და ზოგადად ყველაფერი ნეგატიურზე კეთდება, რაც საკმაოდ მძიმე დაისახება ჩვენს ყოფასა და არსებობაზე. სამდღიანი კინოფესტივალის პროგრამა ყოველდღიურად ერთი სრულმეტრაჟიანი და ერთიც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენებას მოიცავს, რომლის შუალედებშიც დაგეგმილ დისკუსიებში დარბაზში შეკრებილი საზოგადოება წარმოდგენილ პრობლემებზე საკუთარ აზრს და შეხედულებებს აფიქსირებს. ხდება ფილმში გადმოცემული ყოველდღიური პრობლემების ანალიზი, რომელსაც ნებისმიერი ქუჩაში, სკოლაში, სახლში ან ნებისმიერ დაწესებულებაში წააწყდება. შემდეგ კი მგზების მოძიებაზე საუბარი, რითაც არსებული პრობლემების მოგვარება იქნება შესაძლებელი. კინოფესტივალი, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს და საერთო ჯამში სულ 6 ფილმის ჩვენებით შემოიფარგლება. ამერიკელი, ბელგიელი, ხორვატიელი, კანადელი და ებრაელი რეჟისორების მიერ დანახული მსოფლიოს ხალხის ყველაზე მძიმე და მტკივნეული პრობლემები, მათი ცხოვრებისეული ყოფა და მდგომარეობა იმ არსებულის რეალურ სურათს ხატავს, რაც ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ჩვენეული და დამაფიქრებელია. ფესტივალი 28 ოქტომბერს საზეიმო კონცერტი დაიხურება. ოზურგეთი პირველად მასპინძლობს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალს, რომლის სახელწოდება მე ადამიანი. ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და წელს შევხვდა წილად ის შეიძლება ითქვას ბედნიერებას, რომ ოზურგეთიც მოხდა იმ ქალაქების სიაში, სადაც ჩატარდება ეს ფესტივალი. ფილმები, რომლებსაც კინოფესტივალის ფარგლებში ვაჩვენებთ, არის არა ამ რეგიონში წარმოებული ფილმები, ანუ არა სამხრეთ კავკასიის რეგიონში წარმოებული ფილმები. ეს არჩევანი გაკეთდა გამომდინარე იქიდან, რომ რახან კონფლიქტური რეგიონია სამხრეთ კავკასია, ბევრი კონფლიქტი გადაიტანა და სულ ახლახან ერთი წლის კიდე ერთი ომი ჰქონდა საქართველოში. თავისთავად არ იქნებოდა ორივე მხარისთვის იოლად აღქმადი, რომ ფილმი ყოფილიყო რომელიმე მხარეს წარმოებული. ან რომელიმე მხარის წარმომადგენლების ცხოვრების შესახებ ყოფილიყო. ამიტომ 3 წლის წინ, როდესაც დაიწყო თვითონ კინოფესტივალი, მაშინ ჯერ კიდევ შეგნებულად გაკეთდა ეს არჩევანი, რომ ფილმები, რომელიც ნაჩვენები იქნებოდა კინოფესტივალის ფარგლებში, ყოფილიყო არა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, არა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მაცხოვრებლების შესახებ, არამედ ყოფილიყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. იქნება ეს კონფლიქტები, სოციალური ცვლილებები, экономические ძვრები, რომლებიც ადამიანების ბედზე გავლენას ახდენენ. Мы думаем, что творческие документальные фильмы это очень хороший повод для дискуссии. Так что целью фестиваля именно является вынести эти проблемы и создать какой-то форум, скажем, где можно свободно вместе со зрителями обсуждать темы, которые их волнуют, разговаривать о разных конфликтах, но конфликты не значит обязательно война, это может быть конфликт, который происходит в школе, в семье. И очень важно, что это фестиваль, так скажем, без границ, что в аудитории присутствуют и студенты, и учителя, и профессора, и мы все вместе обсуждаем эти темы, нет никаких границ.